გამარჯობა, დიდი ხანია ვიდეო არ ჩამიწერია. დღევანდელი ვიდეო იქნება მანქანის მსუბუქი მანქანის წინა ტორმოზის შლანგებზე. ანუ ესეთი პრობლემა მაქვს, ჟიტკი გამოვცვალე მანქანაში, მთლიანად სისტემაში და ახალმა ჟიტკმა ძველი მილები, რომლებიც ასევე წყობაში იყო, არც გაზდიოდა, არც დაშაშრული იყო, არც არაფერი არ მას არ სჭირდა და შესაძლებელი არ იყო, გარეგნულად გაბერა შიგნიდან და ეს მილი რაც შიგნით არის, გამავლობა აღარ აქვს, ამიტომაც მაზლებს წარმაჟენიეს. Მთლიანად ჩაკეტა სისტემა და ჟიტკი აღარ მოძრაობს. ასევე შეიცვალა გლავნი ბაჩოკის სალნიკები, რომ გამოგვერიცხა რომ ბაჩოკი ატრაკებსო. ამ გლავნმა ბაჩოკმაც თქვა, მე წყობაში ვარ და მიზეზი სხვაგან ეძებეთო. ეხლა რა გავაკეთე? წავედი ვიყიდი ასეთი შლანგები. პირველ რიგში რას გირჩევთ შლანგის ყიდვისას? პირველ რიგში იყიდეთ კარგი ფირმა, შეფუთული და არა ნასიპნოი რო ეძახიან ხოლმე. მერე აი აქ შიგნით აი ეს ზედაპირი. ახლა დავადიდებ, გაჩვენებთ და კამერა გაიქცა. აი ეს შიგნით კონუსი რაც არის, აი ეს ნახრეთთან, აი ეს გარშემო კონუსი, რაცაც მილი ჯდება ხოლმე, უნდა იყოს პრიალა, აი სარკესავით უნდა იყოს. ისე კარგად უნდა იყოს გაჩარხული, რომ უნდა იყოს სარკესავით. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ აი როგორც ახლა აქ რეზბის ხაზებია, ხო? ასულაც აი აქ ახლა გაჩვენებთ, აი ეს აი ხედავთ ხაზები რო არის გაჩარხვის. აი ესენი. აი ფრჩხილს რო ვატარებ. გესმით ხმა? გარმოშკასავით არის. აი ესეთი ხაზები იქ არ უნდა ჰქონდეს, უნდა იყოს სარკესავით. იმიტომ ტრუბკას გალავკას გაგიფუჭეთ და იმ ტრუბკიდან ყოველთვის ჟონვას დაიწყებს ჟიტკი. ხო, მეორე რაც უნდა შევამოწმოთ, ეს არის დავაპატარავო კამერა. რეზინა. რეზინა არ უნდა იყოს ძალიან გრუბი და არც უნდა იყოს ტყლარწვით, აი ეს წყალივით არ უნდა იღუნებოდეს. და აქაც სასურველია ეს ზაუსენცები ძალიან ღრმა და ისე შესამჩნევი არ უნდა იყოს. აქაც ახლა ოდნავ ემჩნევა ზაუსენცა ეს ნაჩარხის ხაზები, ანუ ამას სპილენძის შაიბა დამალავს, დაპრესავს და დალუქავს. და მესამე რაც უნდა შეამოწმოთ, ამის გამავლობა, ანუ რო ჩაბერავ, ჰაერი უნდა გადიოდეს, მაგრამ ამ არც ერთ მათგან ამ სამი კომპონენტიდან ხშირ შემთხვევაში არავინ არ ამოწმებს, იყიდიან, მიუტანენ ხელოსანს და ხელოსანი აყენებს. არც ხელოსანი არ ამოწმებს თავს არ ეთქებს. რა შემემთხვა მე? ვიყიდე კომპლექტში მოდის ორი ცალი, მარჯვენა და მარცხენა. შევამოწმეს იქვე შევამოწმე აი ეს სარკე იყო კარგი, ამიტომაც დავკმაყოფილდი, ამასაც შევხედე იყო კარგი და გამავლობა არ შემემოწმებია. ოედი სახში მოდი ბარემ შევამოწმებთქო, აი ესე როგორ ვამოწმებ ხოლმე ამას? აი ახლაც აი ესე გავასწორე შლანგი, აი დავაპატარავ. ესე ხო არის მოღუნული, ხო ეს გავასწორებ ხოლმე, სინათლეზე გავხედავ, იქით მხარე უნდა იყოს სინათლის მხარეს, ფანჯრის მხარეს, ან ნატურის მხარეს. ესე გავხედავ და შუქი გადის ხოლმე. ერთი შევამოწმე, შუქმა გაიარა ადვილად. მეორე შევამოწმე, ვა, შუქი არ გადის. ახვიძახია. აქ ალბათ გაბედნულია თქო, ჩავბერე, ჰაერი გადის. და ბოლოს უკვე დავიწყე გამოძიებას, რატომ არ გადის და აი ხა თუ დააკვირდებით, აი ხედავთ. აი მოახლო. აი ახლა ორი ერთად დავიჭერ. ამაში ხედავთ, რომ აი ეს, აი სინათლე გადის და შიგნით მილი ჩანს. აი ამაში. ახლა ამას დააკვირდით როგორია. ხედავთ? ვაფშე არა აქვს, აი დალუქული, ანუ სვერლომ რო გაიარა ეს ნახრეთი რო გააკეთა, ბოლომდე არ გავიდა და აი ეს ბოლო ნაწილი კედლისა პროსტა გაღუნა და არის შიგო ჩარჩენილი. მიწებებულია, ასე ვთქვათ, მიწებული კი არა და არ მომძვრალა ამაზე. ანუ თავიდან აი ეს ნაკეთობა კეთდება, მერე იპრესება ამაზე, რეზინაზე. ხო და აი ეს ბოლო კედელი სვერლო რომ გაიარა და ეს კედელი აი ესე აიწია, არ მოგლიჯა
და ესე მიაყენეს არ შეამოწმეს. ანუ გამოდის რომ ეს არის ბრაკი. კი, ეხლა რომ დავაყენო ეს ცოტა ხანი იმუშავებს, მაგრამ მე ჟიტკის ნალექს ან ნადებს რაღაცას აი ამ პატარა იმაზე მიიტანს და გამიბიდნავს ისევ შლანგს და მე ორივე ახედან უნდა ვიყიდო და ვიწვალო ამის დაყენებაზე. არის ერთი ვარიანტი, ეხლა ავდგე და სამიანი სვერლო, აი გავატარო და მოვგლიჯავ ამას, თავისუფლად მოვგლიჯავ, თავისუფლად გავატარებ და შეიძლება დაჟე დიამეტრიც გავაფართო უკეთესი გამავლობისთვის. მაგრამ მე ამ შლანგიდან აი ამ ზაუსენცას ვეღარ გამოვყრე. შეიძლება ცოტა დამიტოვოს და მთელი სისტემა გამიფუჭოს. მიიტანოს ბარაბანზე, ან მიიტანოს გლავნი ბაჩუქში და უკვე მთლიან სისტემას გამიფუჭებს. ამიტომაც მე ახლა მივდივარ მაღაზიაში, აი ამ ერთ წელს ვაბრუნებ და წამოვიღებ, იქვე შევამოწმებ უკვე ახალს წამოვიღებ უკეთეს. თქვენც ყურადღებით იყავით ხოლმე, აი ესეთ წვრილმან რაღაცებს დაუკვირდით და არ მოტყუდეთ, იმიტომ რომ მანქანის რემონტი უფრო ძვირი ვიდრე აი ეს პატარა დეტალები. აბა, კარგად იყავით. გამოიწერეთ ჩემი არხი, იმიტომ რომ ყოველთვის საინტერესო და ესეთ მნიშვნელოვან რაღაცეებს გიყვებით ხოლმე. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო მეტი мотиваცია მექნება. აბა